აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დე ანტუონოს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები გააცნო. მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე, როგორც ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო, ასევე ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების სისტემური დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. მასიმილიანო დე ანტუონომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იტალიის საელჩოს და იტალიურ მხარეს 1990-იან წლებში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მხარდაჭერისთვის, რომელიც სიცილიაში მცხოვრებმა ოჯახებმა გამოიჩინეს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრა გავმართეთ იტალიის ელჩთან, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო იტალიურ მხარეს იმ მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელსაც 90-იან წლებში იმ რთულ პერიოდში, როდესაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ჭირდებოდათ სიცილიელმა ოჯახებმა დახმარების ხელი გაუწოდეს და მათ მისცეს ის იმედი, ის შესაძლებლობა, რომელიც იმ დროს ძალიან ჭირდებოდათ ჩვენს დევნილ ბავშვებს და ეს პროექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო მათ. ასევე ამის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ სხვა პროექტებზე, რომელიც შესაძლებელია იტალიურ მხარესთან და კონკრეტულად იტალიის საელჩოსთან გქონდეს სამომავლოდ და აღნიშნული პოზიტიური ურთიერთობა გადაიზარდოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში და უფრო ხელშესახებ ღონისძიებებში.